იცით რომ მე ვარ ადამიანი რომელიც ღვედს უიკეთებდა სხვა არგუმენტით იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალ სპორტული მანქანა მყავს ზოგადად სპორტული მანქანები მიყვარს და ვიცი რომ სპორტულ მანქანაში თუ ზიხარ ღვედის უგიკეთია შესაბამისად აი სამეგრელოში სადღაც ისეთ ადგილას რომ მიდივარიყო არც პატრული არ არის არც არაფერი არ მემუქრება მე ღვედს უვიკეთებ 200 მეტრი რომ მქონდეს გასავლელი ინსტინქტურად ღვედს უვიკეთებ ანუ სულ ასე იყო რაც თავი მახსოვს მაგრამ რა შუაშია მთავრობა ანუ ჩემი კითხვა მაშინ მდგომარეობდა სულ ღვედი არ გაიკეთოთ მეთქი მე არავის არ მithქვამს მე ერთადერთი კითხვა მაქვს რა შუაშია მთავრობა სხეული ჩემია, მანქანა ჩემია, არავის სხვას არ ვაზიანებ და ფილოსოფიურად რო შევხედოთ ამ საკითხს, საიდან ჩდება უფლება, რომ ვიღაცა მოვიდეს და მითხრეს, რომ შენს მანქანაში, შენ სხეულზე შენი ღვედი გაიკეთეთ, თორე დაგაჯარიმებო. იმიტომ რომ მე რაც მისწავლია სამართალში, უნდა ისჯებოდეს ის ქმედება, რომელიც საზოგადოებას აზიანებს, სხვა ადამიანს აზიანებს. თვითმკვლელობის მცდელობაც კი არ ისჯება. ეს კითხვები რაც ამ დაწერა თქვა დეგენერატმა ჟურნალისტმა რომ იჯება, მაგრამ არასდროს რომის მერე მონას არ ქონდა თვითმკვლელობის უფლება, იმიტომ რომ ბატონის საკუთრება იყო. მაგრამ ადამიანს თვითმკვლელობის მცდელობის გამო არ ვждით და საკუთარ მანქანაში, საკუთარ ღვედის არ გაკეთების გამო დასჯა რატომ არის წარმატება, თორე მე გეთანხმებით იმაში რომ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. მე გეთანხმებით იმაზე რომ უნდა აეხსნას მართლა ბავშვებს უნდა აუხსნათ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, როდის არის ეს მნიშვნელოვანი. ასევე გეთანხმებით სხვა კომპონენტებში, სადაც ასეთი ტიპის უსაფრთხოების ამბავი იქნება, მაგრამ აი იმ ნაწილში, როცა თქვენ მთავრობას იხმობთ დასახმარებლად, მოდი აი ეს კაცი ნახე ღვედი არ უკეთია და აჯარიმე. იმას ხო ავტომატურად მოყვება მეორე ნაწილი, რომ შუშა რო აქ ჩაბურული მოახსნევენ, იმიტომ ისე როგორ დაინახავ ღვედი უკეთია თუ არა. და ეგრე ხდება შემოძრომა. აი მაშინაც რატო იყო ეს გამარჯვება, რატო ნაცების, რომელიც არავის არ უყვარს დღეს, უბრალოდ ბევრ ადამიანს არ უყვარს, აი ეს სულება მოწონთ. ნაცებს თუ სხვა რამეში რაღაცა ცუდი მიზნები ჰქონდათ, მაგალითად ნულოვან ტოლერანტობაში. აი აქ რატომ ითვლება, რომ კარგი მიზნები ჰქონდათ? როდესაც ადამიანები ჩასვეს აკვარიუმებში, იმიტომ რომ ღვედები მარტო არ არის. შუშის ჩაბურვა ღვედების ნაწილია, ხო გესმით? შუშის ჩაბურვა ხო არანაირ საჭიროება არ იქნებოდა ღვედის კანონი რო არ ყოფილიყო. ეს ამიტომ ამას ერთობლიობაში განვიხილავდა. აი რატომ იყო ეს გამარჯვება, რომ ძალით გავაკეთებინეთ ღვედები ხალხს?